ტელეკომუნიკაცია როგორც ციფრული ეკოსისტემის ნაწილი აღარ შემოიფარგლება მხოლოდ კავშირსა უზრუნველყოფითა და ტარიფები და მრავალფუნქციურ პლატფორმად ყალიბდება, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა მიმართულებით ციფრულ სერვისებს თავაზობს. Როგორ მიმდინარეობს ეს ტრანსფორმაცია და რა სტანდარტები ინერგება თანამედროვე ტელეკომ ინდუსტრიაში, ამ თემაზე ვრცლად გლობალსელის დირექტორთან გიორგი მადუაშვილთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით, მადლობა გადაცემის სტუმრობისთვის. საკმაოდ საინტერესო განაცხადია რაღაც გარკვეული პერიოდის წინ ჩემთვის თქვენი სეგმენტი ასოცირდებოდა მხოლოდ roaming-თან. მე არ ვიცი ზოგადად მასშტაბურად რა ტიპის შემხებლობა ჰქონდათ საქართველოს მოქალაქეებს ამ ტიპის კომპანიებთან, თუმცა ჩემთვის ასე იყო. თუმცა თანდათანობით რეალურად სხვა მოდელზე არ ვიცი ამდენ სწორი ფორმულება, მაგრამ სხვა რეალობაში აღმოჩნდით და თქვენი ტიპის კომპანიები რეალურად მთლიანად ამ ტელეკომ ინდუსტრიის ერთგვარი კარგი ნაწილი ხდებით. ამიტომ თავდაპირველად საინტერესოა ციფრული სერვისების საჭიროება თანამედროვე აი ამ თქვენს მიმართულებაში როგორ აისახება და მე უკვე მივყვეთ თანმიმდევრულად რაში თავაზებები გაქვთ და რამდენად შეგვიძლია პრაქტიკულად ეს ყველაფერი გამოვიყენოთ თვითონმა ჩვენგანმა როგორც მოქალაქემ საზღვარგარეთ თუ საქართველოში სარგებლობისას. მოგესალმებით ქალბატონო მაია, ძალიან დიდი მადლობა ამ მნიშვნელოვანი და რაც მთავარი აქტუალური თემით დაინტერესებისთვის და მოწვევისთვის ამ თემაზე სასაუბროთ და ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ იმისთვის, რომ ბიზნეს პარტნიორი არის არა მხოლოდ ბიზნესის პარტნიორი, არამედ ერთგვარი ხიდი კერძო სექტორსა ჩვენსა და საზოგადოებას შორის და საზოგადოების ინფორმირება ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ დიდი მადლობა. რაც შეეხება ამ საინტერესო შეკითხვას, რომელიც თქვენ დასვით, ალბათ აი ეს ციფრული სერვისების განვითარება, ტრანსფორმაცია, როგორც თქვენ ახსენეთ წეღან, აღარ არის უკვე რაღაც მომავლის პერსპექტივა და ის არის ის აწმყო და ის რეალობა, რომელშიც ჩვენ დღეს ვცხოვრობთ. და ალბათ სატელეკომუნიკაციო კომპანიებიც, მობილური სატელეკომუნიკაციო კომპანიები თუ გლობალსელის და სხვა მობილური სატელეკომუნიკაციო კომპანიების მიმართულებით ვისაუბრებთ, უკვე მათთვის მთავარი სამიზნე არის არა მხოლოდ ის, რომ მდგრადი კავშირი იყოს მომხმარებლებისთვის, აბონენტებისთვის უზრუნველყოფილი, არამედ ის, რომ მომხმარებლების ყოველდღიური გამოცდილება მაქსიმალურად გამარტივდეს და რით შეიძლება გამარტივდეს ეს თუ არა სერვისების გაციფრულებით, სერვისების დიჯიტალიზაციით, როგორც ამას ჩვენ ვუწოდებთ და აი ამ ციფრული სერვისების მაქსიმალურად ხელმისაწვდომობით, ხო? როგორც ასეთი ციფრული სერვისები და ტელეკომუნიკაცია ცალ-ცალკე ალბათ არ არსებობს, იმიტომ რომ ტელეკომუნიკაცია ქმნის სწორედ აი იმ გამაერთიანებელს, რითიც ჩვენ ვუკავშირდებით ციფრულ სერვისს, ხო, დაწყებული ინტერნეტით, მობილური აპლიკაციებით, ონლაინ პლატფორმებით, დისტანციური მომსახურებებით და სერვისებით. აი ეს ყველაფერი სწორედ მობილური სატელეკომუნიკაციო სერვისი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გქონდეს უწყვეტი წვდომა აი ამ ციფრულ სამყაროსთან და აი ამ მნიშვნელოვან ციფრულ სერვისებთან. ამიტომ, როდესაც ვამბობთ, რომ მობილური სატელეკომუნიკაციო მომსახურების გარეშე ციფრული სერვისები ვერ იარსებებს, საპირისპიროდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე თანამედროვე მობილური სატელეკომუნიკაციო მომსახურებას აღარ არსებობს ციფრული სერვისების გარეშე, რომ დაეციოს. ეს კავშირი მინდა რომ დაგვანახოთ, რეალურად როგორ გამოიყენება ერთი მეორეში და რატომ არის მეორის აუცილებლობა პირველისთვის. ხო. მობილური აპლიკაციები ვახსენეთ ჩვენ და ეს ალბათ არის თითქოს ჩემთვის ორივე ერთმანეთთან ასოცირებულია, მაგრამ რეალობაში ორი სხვადასხვა მიმართულებაა, რომელსაც გარკვეულწილად ერთმანეთთან კავშირი ჭირდება და მათ როგორც ახლა თქვენ ახსენეთ ერთმანეთის გარეშე რეალურად უკვე წარმოუდგენელი. აი ეს კავშირი მინდა რომ დაგვანახოთ. იმიტომ რომ ის ძირითადი ალბათ ჩვენ ნებისმიერ ადამიანს გვაქვს როგორც მომხმარებლის დონეზე ინსტინქტები განვითარებული, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე. როგორ შეიძლება ჩვენ მოვიხმაროთ ესა თუ ის სერვისი, მაგრამ ეს უკვე დავიდა საყოფაცხოვრებო მომსახურების დონემდე, ხო? როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ დისტანციურად სამსახურიდან შემიძლია მე ჩემს სახლში რაღაცა გარკვეული ტექნიკა ავამუშაო, რომელშიც სიმბარათი არის მოთავსებული და რომელსაც მე ვმართავ დისტანციურად სხვა ადგილიდან და სახლში მივალ და დამხვდება პირობითად ცხელი ყავა. პირობითად დალაგებული სახლი, მტვერსასუპის მეშვეობით, ხო? მე მგონი სწორი ტერმინი ვთქვი. კი ბატონო. ანუ აი ეს ყველაფერი და ამას ქვია IoT, ნივთების ინტერნეტი, ესეთი მიმართულება, რომელიც ძალიან აქტუალურია ახლა ჩვენთვის, გლობალსელისთვის და ჩვენ ვავითარებთ აი ამ მიმართულებას, რაც გულისხმობს შემდეგს, რომ აი ამ მოწყობილობებში, რომელშიც სიმბარათია მოთავსებული და რომელიც დისტანციურად იმართება ადამიანის მიერ, ეს არის აი ციფრული ეკოსისტემის ძალიან კარგი მკაფიო მაგალითი, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ ჩვენ გვყავს უკვე
ძალიან ბევრი პარტნიორია მიმართულებით და მათ შორის ავტომწარმოებლები წარმოვიდგინოთ. ჩვენ როდესაც აქამდე დეშბორდზე ეკრანზე გამოგვივიდოდა რაიმე სახის შეტყობინება, როდესაც მანქანას მართავთ, რომ საჭიროებს მაგალითად რაღაცა ტიპის ტექნიკურ მხარდაჭერას ჩვენი ავტომობილი, ხო? ახლა უკვე შესაძლებელია და უკვე პრაქტიკაში არის რეალიზებული ეს და ჩვენი პარტნიორი ავტომწარმოებლები ამას გამოიყენებენ ამ სერვისს უკვე ჩვენგან. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, ბუნებრივია, როცა ავტომწარმოებლებს უკვე საუბარი, როდესაც მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მისდის უკვე ავტომწარმოებელს ერთი მხრივ და მეორე მხრივ მომხმარებელს თუ რაიმე ტიპის ტექნიკური ხარვეზი უფიქსირდება ამ ავტომობილს. მექანიზმი როგორია, ანუ აი ეს ყველაფერი და რამდენად ბევრია დაუშვათ ისეთი ადამიანი საქართველოში, რომელიც უკვე მოიხმარს ამ შემთხვევაში პირობითად სამსახურიდან მართოს სახლში, ან გზიდან მართოს სახლში, თუნდაც იგივე ყავის დალევა, ან სახლის დაუშვათ გაწმენდა, ან დაგვა, ეს პროცესები, რაც ახლა თქვენ აღწერეთ, რამდენად ბევრია დიდია ასეთი მოთხოვნა, ანუ რამდენად რენტაბელური იქნება თუ ეს უბრალოდ მივედით იმ ეტაპამდე, რომ განვითარების ახალ ეტაპზე გადადიხართ გლობალსელი და შესაბამისად ამან მიგაღებინათ ეს გადაწყვეტილება. ხო, ეს ერთ-ერთი დამხმარე სერვისი არის ჩვენთვის, ბუნებრივია საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო სერვისი, რომელსაც roaming-ს უწოდებთ. ეს ბუნებრივია რჩება გლობალსელის ერთ-ერთ ყველაზე წამყვან მნიშვნელოვან სერვისად უკვე 16 წელია და აგერ უკვე 17 წელი გახდება ძალიან მალე, მაგრამ ეს დამხმარე ციფრული სერვისები, რომელსაც ჩვენ თავაზობთ ჩვენს პარტნიორებს და პარტნიორები თავის მხრივ საკუთარ მომხმარებლებს, არის ასევე დამხმარე სერვისი ჩვენთვის. ათასობით სიმბარათი არის უკვე გამოყენებული გლობალსელის სიმბარათებზე მაქვს საუბარი, რომელიც ქართულნომრიანია, გამოყენებული ჩვენი პარტნიორების მიერ ასეთი ტიპის მოწყობილობებში და ბუნებრივია ეს სერვისი და ეს მიმართულება. ანუ უკვე დანერგილია და უკვე უკვე დანერგილია. თუმცა დღესდღეობით, როდესაც ჩვენ საუბრობთ აი ამ ციფრულ სერვისებზე და ციფრული სერვისების განვითარებაზე, სრულიად ახალი სულ რამოდენიმე დღის წინ ჩაეშვა განახლებული მობილური აპლიკაცია გლობალსელის მობილურ აპლიკაციებზე საუბრობ, რომელიც არის ძალიან მეგობრული, ძალიან მარტივი და ძალიან მოქნილი მომხმარებლებისთვის, ის რომ გლობალსელის აბონენტი, რომელიც მოგზაურობს მთელი მსოფლიოს გარშემო, მას ამ განახლებული აპლიკაციის საშუალებით კიდევ უფრო მარტივად შეუძლია სხვადასხვა სერვისის გააქტიურება და მარტივად შეუძლია თავად მართოს ეს სერვისები, იყოს თავად მენეჯერი თავისი მობილური კავშირისა. და ეს მობილური აპლიკაცია არის ერთგვარი დამხმარე ინსტრუმენტი მისთვის. უფრო ცუდ რო გაგვიმარტოთ რა იგულისხმება, რომ ყველასთვის გასაგები იყოს. კი ბატონო. ნებისმიერ როგორც iOS ისე Android მოწყობილობების შემთხვევაში, ოპერაციული სისტემების შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია გადმოწეროს გლობალსელის ახალი აპლიკაცია, რომელიც roaming-ის მოგზაურობისთვის გამოიყენება, მათ შორის საქართველოშიც, მაგრამ ძირითადად roaming-ში, უცხოეთში, Global Georgia არის მისი სახელწოდება და ამ აპლიკაციის მეშვეობით აბონენტს შეუძლია ნებისმიერ დროს, თუნდაც ერთი წლით ადრე, წინასწარ გაიაქტიუროს ნებისმიერი პაკეტი, რომლის გამოყენებასაც შეძლებს მაშინ, როცა ის გაემგზავრება უცხოეთში, ასევე მართოს თავად მან საკუთარი ბალანსი, საკუთარი სერვისები, საკუთარი პროდუქტები, რომელიც არის მიბმული ამ აპლიკაციაში, ანუ შეუძლია მას ჰქონდეს რამოდენიმე ელექტრონული ან ფიზიკური სიმი დამატებული საკუთარ აპლიკაციაში და თავად მართოს. გამჭვირვალობის პროცესი არის ძალიან მნიშვნელოვანი აქ და როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ იგივე საცალო თუ კორპორატიული აბონენტების მომსახურებაზე, აუცილებელია რომ აპლიკაციაში თავად ჰქონდეს წვდომა აბონენტს საცალოს თუ კორპორატიულს საკუთარ ხარჯებზე დეტალურად. მან იცოდეს რაში რა გახარჯა, ინტერნეტ ტრაფიკი რაში გამოიყენა, რა მოცულობის, ზარების ხანგრძლივობა და ასე შემდეგ. ამიტომ ეს გამჭვირვალობა აღარ უნდა იყოს ჩვენ, როდესაც ადრე ვიცოდით ის, რომ ჩვენს ფიქრში იყო ოფისში უნდა მივსულიყავით, რომ აგვეღო რაღაცა ტიპის ამონაწერი, ან რაღაც ტექნიკური დეტალები გაგვერკვია. უკვე ეს აპლიკაცია არის ის საშუალება და არა მხოლოდ აპლიკაცია, ჩვენი სხვა ციფრული სერვისები, როდესაც მომხმარებელს ფაქტობრივად აღარ უწევს მოსვლა ოფისში და დისტანციურად თვითონვე მართავს თავის კავშირს და თვითონვე აქვს წვდომა ყველა. ერთ-ერთ ყველაზე კარგ ნაწილამდე, რამდენად გამართული იქნება, რამდენად გამართულია უკვე რადგან ამოქმედა ის, რაც ახლა საუბრობდით და რამდენად გამართულია მთლიანობაში ასე დრო სისტემა, რომ მისი მთავარი ნაწილი, რასაც roaming მომსახურება ქვია, იქ არ შექმნას პრობლემა, იმიტომ რომ არც თუ ისე იშვიათია, როდესაც მოქალაქე, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება და იყენებს ამა თუ იმ კომპანიის ამ შემთხვევაში roaming მომსახურებას, მას გარკვეულწილად შეიძლება რომ შეექმნას პრობლემა და ექნება კიდეც გამოცდილება სამწუხაროდ ასეთი გვაქვს. აი ეს დამატებითი სერვისები ხომ არ იქნება ერთგვარი ხელი შემშლელი აი ახალი ძალიან საინტერესო ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ასე გამოიყურება საინტერესო სერვისების განვითარების კუთხით, ანუ რეალურად მოქალაქის ინტერესი ამ შემთხვევაში ხომ არ დაირღვა, იმიტომ რომ roaming-ი მაინც ისეთი თემაა, როდესაც საზღვარგარეთ მიდიხარ, რომელიც განსაკუთრებულად გჭირდება. ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა ამ საინტერესო შეკითხვისთვის. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ციფრულ სერვისებზე, ვსაუბრობთ სიმარტივეზე და მოქნილობაზე, ხომ? როდის შეიძლება ჭირდებოდეს ადამიანს ეს სიმარტივე, მოქნილობა და კომფორტი მის ყოველდღიურ ცხოვრებაში? პასუხი ალბათ არის
მარტივი და ეს არის ყოველთვის. მაგრამ არის რაღაცა კრიტიკული მომენტები, პერიოდები, როდესაც ჩვენ განსაკუთრებით სენსიტიურნი ვართ აი ამ ყველაფრის მიმართ და განსაკუთრებით მეტი კომფორტი გვინდა, მეტი სიმარტივე, მეტი დახვეწილობა, მეტი მოქნილობა და ასე შემდეგ და ეს არის ალბათ სწორედ მაშინ, როდესაც ჩვენ მშობლიურ ქვეყანას ვტოვებთ და რაღაცა პერიოდის განმავლობაში ვიქნებით უცხოეთში მოგზაურობაში, ხომ? აი მაშინ გვჭირდება ზუსტად ისეთი ტიპის სერვისები, რომელიც არ შეგვიქმნის რაღაცა დამატებით ბარიერებს და იქ ვაი და უცხოეთში ყოფნის დროს არ აღმოჩნდებით პარალიზებულნი თუ ჩვენ არ გვექნება უცხოეთის სატელეკომუნიკაციო სერვისი. თქვენ სწორად ბრძანეთ, რომ ნებისმიერი ტიპის აი ამ სიმარტივის უკან არის ძალიან რთული ტექნოლოგიური პროცესი. და რაც უფრო მარტივია მომხმარებლისთვის, თუნდაც მობილური აპლიკაცია, სერვისი, ამ შემთხვევაში ჩვენ საუბარი გვაქვს ავტომატურად იმაზე, რომ ამ ყველაფრის უკან ძალიან რთული ტექნოლოგიური პროცესი არის, რომელსაც იმუშავა მობილურმა ოპერატორმა, მთელმა გუნდმა, ინჟინრების, უსაფრთხოების სპეციალისტების, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ უსაფრთხოება აქ არის ნომერი პირველი ერთ-ერთი და გლობალსელი როგორც ავტორიზებული მობილური ოპერატორი ბუნებრივია ამას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. სწორედ ამიტომ წინა სტუმრობის დროს ჩვენ ავღნიშნეთ ის ISO სერტიფიცირება, რომელიც ჩვენ გავიარეთ ამ მიმართულებითაც და ის რომ მონაცემთა უსაფრთხოება და სერვისის ხარისხი იყოს გარანტირებული უსაფრთხოება და დაცვა მონაცემებისა და სერვისის უსაფრთხოება სერვისის ხარისხი იყოს გარანტირებული აბონენტებისთვის, ეს არის ნომერი პირველი საზრუნავი ჩვენთვის. მთელი გუნდი, მთელი კომპანია სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს. და ის ავტორიზაცია, რომელიც გლობალსელს გააჩნია, ავალდებულებს კიდეც, რომ მისი სერვისი იყოს უწყვეტი, გამართული და კომფორტული ჩვენი მომხმარებლების. და ჩვენი საუბრის ბოლოს ის ახალი პლატფორმების შესახებაც მინდა მივაწოდოთ მაყურებელს ინფორმაცია, რომელიც ამ შემთხვევაში გლობალსელმა დანერგა, ეს არის ციფრული სატელევიზიო პლატფორმა, Global TV, ციფრული სამოგზაურო პლატფორმა და ნუ თავისთავად შემეცნებითი ციფრული ახალი პლატფორმა ბავშვებისთვის. ამ მიმართულებით ჯერ რატომ მიხვედით ამ გადაწყვეტილების აუცილებლობამდე, ანუ რამ გიბიძგათ, რამდენად იყო ამის მიმართ ინტერესი, იმიტომ რომ თქვენი კონკურენტების ნაწილს რეალურ ეთერში ტელევიზიას, რასაც ქვია დღევანდელი გაგებით, მათ საქართველოს მოქალაქეებს აქვს შესაძლებლობა, რომ ამა თუ იმ არხს უყურონ, იქნება საბავშვო არხი თუ სხვადასხვა, მაგრამ აი პირობითად თქვენაირი ტიპის კომპანიამ რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს პლატფორმების დაგემატებინათ, ესაა საინტერესო. კეთილი, რომ არ დავაბნიოთ ჩვენი მაყურებელი, განვმარტოთ, რომ აქ არ არის საუბარი სატელევიზიო არხზე. კი ბატონო. უბრალოდ გლობალსელი, როგორც ავტორიზებული მობილური ოპერატორი, საკუთარ აბონენტებს, რომლებიც ან საქართველოში იმყოფებიან, ან უცხოეთში, სთავაზობს ერთიან მობილურ აპლიკაციას, რომელსაც ქვია Globalcell TV და ამ აპლიკაციის მეშვეობით შესაძლებელია უბრალოდ ონლაინ რეჟიმში ვუყუროთ როგორც ქართულ, ისე წამყვან უცხოურ არხებს. ყოველგვარი რეკლამის, შემაწუხებელი რეკლამის გარეშე, რომელიც აი ამ ონლაინ ყურების დროს არის ხოლმე მით უმეტეს უცხოეთში ყოფნის დროს, როდესაც მით უმეტეს ინტერნეტ ტრაფიკს მოვიხმართ, ძალიან შემაწუხებელი, ხო? ამიტომ ეს არის პლატფორმა, ციფრული პლატფორმა ჩვენი აბონენტებისთვის, Globalcell TV, რომელიც გვაძლევს საშუალებას ონლაინ ვუყუროთ თუნდაც ბიზნეს პარტნიორს ან ნებისმიერ სხვა სატელევიზიო არხს, როგორც ქართულს, ისე უცხოურს. თქვენ ბრძანეთ სხვა ონლაინ ციფრული პლატფორმები, რომელიც ჩვენ არაერთი გვაქვს ამ უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, ეს არის ბავშვებისთვის, მათ შორის ჩვენი სამიზნე აუდიტორია არ გვინდა იყოს მხოლოდ ჩვენი აბონენტები და რაღაცა თუნდაც აბონენტების შვილებისთვის, თუნდაც ჩვენი ემიგრანტებისთვის, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ და ძალიან დიდი ხანია შეიძლება მოწყვეტილნი არიან საკუთარ მშობლიურ ფესვებს, Globalcell Kids საბავშვო სატელეფონო არხი, ასეთი ციფრული სერვისი გვაქვს ახალი, რომელზეც ქართულ ქალაქის სატელეფონო ნომერზე 2013 საქართველოდან უცხოეთიდან რეკავს ქართველი და მისი შვილი უსმენს ქართულ ხალხურ ზღაპრებს და ეს სერვისი არის სრულიად უფასო. ასევე თქვენ ბრძანეთ სხვა ჩვენი პლატფორმები, როგორიც არის მაგალითად Globalcell Travel, ეს არის სამოგზაურო რუბრიკა ჩვენი აბონენტებისთვის, სადაც სფეროს წამყვან სპეციალისტებთან, ექსპერტებთან, ტურისტებთან ერთად ვსაუბრობთ ხოლმე ძირითად საინტერესო მიმართულებებზე, რომელიც შეიძლება საინტერესო იყოს ჩვენი აბონენტებისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის და ასეთი ციფრული არხების განვითარება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვფიქრობ, ჩვენი აბონენტებისთვის. კი ბატონო. და კონკრეტული ფასის დასახელება არ შეგვიძლია, თუმცა აუცილებლად მინდა გითხოთ, ამ ყველაფერმა თქვენი მომსახურება გააძვირა თუ არა? არა, ბუნებრივი არა, პირიქით ფასები არის ყოველთვის კლებადი და დღესდღეობით ვფიქრობ, რომ არის უკონკურენტო ეს. თუ შეიძლება ერთს დავძენ თუ რამოდენიმე წამე გვაქვს, გარდა მობილური სატელეკომუნიკაციო მომსახურებისა, Globalcell ასევე არის ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების პროვაიდერი, ჩვენს ბრენდს ქვია Globaltel და როდესაც ციფრულ სერვისებზე ვსაუბრობთ, Globaltel როგორც ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების ბრენდი არის ამ შემთხვევაშიც ერთ-ერთი ძირითადი სიახლე, რაც გვაქვს არის ის, რომ როდესაც სატელეფონო ცენტრის გამართვა ხდება ჩვენი მაგალითად კორპორატიული აბონენტისთვის, აქ ჩვენ დავნერგეთ LLM, ესეთი ინტელექტუალური, ასე ვთქვათ, ხელოვნური ინტელექტი, რომელიც
ვრცელ ტექსტებს შიფრავს, ბუნებრივი აქ იმ პერსონალური მონაცემების სრული დაცვით და კონფიდენციალურობით და აღარ უწევთ ჩვენს კორპორატიულ აბონენტებს დიდი საპორტი ჯგუფი ყავდეთ, რომელიც გაშიფრავს, რომელ ზარზე იყო უკმაყოფილება აბონენტის მხრიდან და თავად ახდენს იდენტიფიცირებას ეს ხელოვნური ინტელექტი და ეს ჩვენი სერვისიც, რომელიც უკვე ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების მიმართულებით არის, ვფიქრობთ, არის ასევე მნიშვნელოვანი ციფრული სერვისების განვითარების. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. გიორგი მადუაშვილი იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.